Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს შემოგვიერთდა ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ზურაბ ჭედლიშვილი. დაგულცეთ მამა. გილოცავთ. დღევანდელ დღეს ულოცავ სრულიად საქართველოს ყველა ადამიანს. განსაკუთრებულად იმათ ვისაც დღევანდელ დღეს დაბადების დღე აქვს. მინდა მეუფე პეტრეს ულოცოთ. დღეს მღვდელმთავრის მიტროპოლიტის პეტრეს დაბადების დღე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის და ულოცავთ ჩვენც უერთდებით. ჯანმრთელობას უსურვებთ და დღეგრძელობას. მამაო, ხარების დღესასწაული ერთ-ერთია საუფლოთაგან. ეს დღესასწაული არის დასაბამი დაკარგული კავშირის აღდგენისა უფალთან. ვინაიდან ხარებას მოყვაშობა, შემდეგ კი გამოხსნა კაცობრიობის. დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ რომ გვესაუბროთ. შეგვეწია სოფალი, ეს დღესასწაული გამორჩეულია იმითაც, რომ ეს არის უწყება ზეციდან, ეს არის სიხარულის უწყება ზეციდან, როდესაც ადამიანს ეუწყა, რომ მოვლინდებოდა ის აღქმული მესია, რომელიც გამოიყვანდა ადამიანს სუდის შედეგიდან, რომელიც ადამს და ევას მიეცა ეს აღქმა, როდესაც 64-დან იქნა განგებული. და ეს უწყება 5600 წლის შემდგომ მოხდა და ეს არის ძალიან დიდი სიხარული მთლიანად კაცობრიობისთვის, რომ მოვიდა ჟამი, როდესაც განკასდებოდა, ესე იგი მოვიდოდა მესია, რომელიც მისცემდა ადამიანებს მარადიულ ცხოვრებაში, დაბრუნებას, 64-ში დაბრუნების შესაძლებლობას. ამიტომ აი ამ მხრივ ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული. აი აქედან უკვე ღვთის განგება, როგორც ადამიანის გამომხსნელი და მისი განმაღვთოებელი, სწორედ აი ამ დღიდან იწყება. ეს არის სწორედ ამ დღის მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა. ეს არის გაზაფხულის 25 მარტი, ეს ძველი კალენდრით, ეს რომ მივყვეთ, სწორედ 25 მარტი არის და ესეც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გაზაფხული არის სწორედ სიცოცხლის პერიოდი, როდესაც იღვიძებს ყველაფერი აქაც განახლების, აქაც ჩანს უფლის ხელი, რომ განახლება გაზაფხულზე სიცოცხლის შთაბერვა და მისი ძველიდან იცავ ახლისკენ წასვლა, იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ გაზაფხულზე შეიქმნა, ასე ხდება, ასე არის განმარტებული მამათან ეროს, სწორედ სამყარო გაზაფხულზე შეიქმნა, იმიტომ რომ სიცოცხლის დასაწყისი სწორედ აქედან იღებს სათავეს. ასევე მაცხოვრის მიერ განკაცება სწორედ ისევ ამ პერიოდს დაუკავშირდა, რადგან ახალი სიცოცხლის, ახალი ყოფიერების დასაბამიერება არის, ეს დასაბამი არის და ადამიანისთვის ახალი ადამიანის შექმნა არის. ასეც წოდება, რომ იესო ქრისტე როგორც განკაცებული ღმერთი იწოდება როგორც ახალი ადამი, რომელიც თავად ღმერთმა იმ მომენტში ისევ თავიდან შექმნა ადამიანი, თავიდან ისეთი, როგორც თავის დროზე იყო ადამი და უფრო აღმატებულიც, იმიტომ რომ განკაცებული ღმერთი იმას ნიშნავს, რომ ის ერთდროულად ქრისტე როგორც არის ღმერთი, ისე ადამიანი და ის იმდენად ახლოს არის ადამიანთან, იმდენად მჭიდროდ არის მასთან, რომ ფაქტიურად ადგილი აღარ არსებობს. ადამიანი როგორც განხთობილი უფლის მარჯვენით დაждდა, ესე იგი როგორც ის მთლიანად მომცველი არის, დამტევნელი არის უფლისა, ამიტომ ეს არის სულად ახალი მდგომარეობა ადამიანისა. ამიტომ სწორედ აი ამ დღეს ეხარა დედაღვთისმშობელს, რომ სწორედ ის მესია, რომელიც აი ამდენი ხნის განმავლობაში რომელსაც ელოდებოდა ებრაელი ხალხი, სწორედ აი მაშინ მოევლინებოდა, მის მეშვეობით მოევლინებოდა. ამავდროულად მნიშვნელოვანი არის თავად ღვთისმშობლის მდგომარეობა. ეს არ არის ისე, რომ თქვათ უფალმა რომელიმე ხალი გამოერჩია, არამედ განსაკუთრებული ადამიანი გამოერჩია, იმიტომ რომ დედაღვთისმშობლის ცხოვრებას, როდესაც ვეხებით და შეიძლება არ არის ძალიან ვრცელი მისი ცხოვრების შესახებ, მაგრამ არის როგორც აპოკრიფულ წიგნებში, ესე თავად სახარებაში გადმოცემული, ეს იყო განსაკუთრებული ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი. ეს ჩვენ ვიცით, რომ ის 3 წლის ასაკში ტაძარში იქნა მიყვანილი და 12 წლამდე, 13 წლამდე ის ტაძარში იზრდებოდა.
სადაც ესე იგი წმინდა სადაც მდელთავარი მხოლოდ წელიწადში ერთხელ შედიოდა და ქალისთვის შეუძლებელი იყო საერთოდ ტაძარში შესვლას, ყოველთვის ეზოში იდგან ეზოს გარეთ, ტაძრის ეზოს გარეთ, აი ის იქნა შეყვანილი წმინდათაში. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს შემზადებულიყო, თავიდანვე მზადდებოდა იმისთვის, რომ უნდა ყოფილიყო დამტევნელი უფლის ეს იყო როგორც ტაკუკი ასე ეძახიან, რომელშიც მანანა ინახებოდა ებრაელთა მიერ, ტაკუკით ინახებოდა მანა, რომელსაც 40 წლის განმავლობაში ჭამდა ებრაელი ხალხი უდაბნოში ყოფობის დროს და ტაკუკით მანანა სწორედ ზეციური პური არის და თავად მაცხოვარიც არის ზეციური პური ადამიანისთვის და ბეთლემით სახელით სადაც იშვა მაცხოვარი ეწოდება სახლად პურის, ასე ითარგმნება ეს და ამიტომ აი სწორედ დედა ღვთისმშობელი რომელმაც თავისი სიწმინდით, თავისი სულიერი მდგომარეობით დაიტია უფალი, რომელშიც ინება უფალმა და ყოფილიყო მისი სამკვდრებელი, მისი წიაღი ყოფილიყო, სადაც მაცხოვარი განკასდებოდა. დედა ღვთისმშობელი, როგორც წმინდა მამები ამბობენ, იყო განსაკუთრებული ადამიანი, ერთ-ერთი მამა კითხულობს კიდევაც, რომ თუ ყოფილა ესეთი მდგომარეობა ადამიანში, არა მარტო ქალში, ზოგადად ადამიანში, რომ გონებაშიც კი არ ყოფილა შეცოდება, მოქმედებაზე აღარ არის საუბარი. და ეს ლოცვით თხოვდა უფალს, რომ აი ამ მდგომარეობას თუ ყოფილა რომ დედა ღვთისმშობელს გონებაში მაინც განზრახვაში მაინც არ უწოდავს და პასუხი იყო ამ წმინდა მამის მიერ, რომ ის იყო ერთადერთი ის წმინდა ადამიანი, რომელსაც აზრშიც კი არ გაუვლია ცოდვის შესახებ. იმდენად სუფთა ადამიანი იყო, იმდენად წმინდა ადამიანი იყო, ეს მისი წინაპრებისგანაც მომდინარეობდა, იმიტომ რომ მისი მშობლებიც განსაკუთრებული ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები იყვნენ და მისი შობაც ძალიან გვიან პერიოდში მოხდა მისი მშობლებისთვის, ამიტომ ის ნებადი მდგომარეობა დამცხრალი იყო მათში და ისინი განსაკუთრებული სულიერები ცხოვრობდნენ, გამორჩეული ადამიანები იყვნენ თავის სარწმუნოებით. და აი ესე განწმენდის შემდგომ მოხდა, რომ დედა ღვთისმშობელი იმდენად წმინდა, იმდენად სულიერი ადამიანი იყო, რომ აი უფალმა სწორედ ის გამოარჩია და ნათქვამია, როდესაც ის ეხარება მას ანგელოზის მიერ ეს უწყება, დედა ღვთისმშობელი ფიქრობდა იმ ადგილის შესახებ, სადაც ისაა წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ქალწული მოსლად იღებდა შობს ძეს და უწოდებს მას ემანუელს, რომელიც ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. აი ამას ფიქრობდა და ესეთი განზრახვა ჰქონდა, რომ ესე იგი ვინ არის ის ბედნიერი ქალი, ვინ იქნება ის ბედნიერი ხალხი, ვისაც ასეთი ბედნიერება უწყება და ასეთი ბედნიერების მიმღებელი იქნება, რომ მისი გაცნობა მასთან შეხება რომ მაინც ქონოდა. აი სწორედ მაშინ ხდება უწყება გაბრიელის, სწორედ ის გამოარჩია ასეთ ადამიანად. ამავდროულად უნდა ვიცოდეთ, რომ დედა ღვთისმშობელი თავისი ცხოვრებით, თავისი მდგომარეობით იმაზეც მიუთითებს, რომ ყოველთვის, როდესაც დედა ღვთისმშობელი იზრდებოდა ამ ტაძარში, ვიცით რომ ებრაელებს არ ქონდათ მონაზვნური ცხოვრების წესი. ის რაღაც პერიოდი უნდა ყოფილიყო ტაძარში და შემდგომ უკვე უნდა დაბრუნებოდა ეს. მაგრამ დედა ღვთისმშობლის აღქმა სწორედ ეს იყო, რომ დადო აღქმა, რომ ის არასდროს აღარ გათხოვდებოდა. ესე იგი არ დაუბრუნდებოდა ერს და არ შექმნიდა ოჯახს, რაც უცხო იყო ძალიან ებრაული ცხოვრებისთვის და მისი ტრადიციისთვის. და როდესაც შეიტყეს ეს მდელმთავარმა, რომ შეიტყო, მოიწვია სინოდი და გადაწყვეტეს როგორ მოქცეულიყვნენ და მთლიანად აი ამ დავითის შტოდან ვინც იყვნენ მამაკაცები, ვისაც არ ყავდა ცოლი, ყველა დაიბარეს და მოოტანეს კვერთხები და ილოცეს თუ ვისზე შეიძლებოდა გათხოვილიყო, მაგრამ ვისთვის შეიძლებოდა ჩაებარებინათ ის, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ეს ძალიან დიდი სიწმინდის ადამიანი იყო და არც ის არ უნდათ რომ თქვათ ვიღაცა ესეთი ადამიანის ხელში მოხვედრილიყო. ამიტომ აი ლოცვის შემდგომ იოსებიც, როდესაც მივიდა, ძალიან
ასაკში მყოფი ადამიანი იყო ფაქტიურად ის არც აპირებდა ამ სვლას, მაგრამ რადგან მოწოდება იყო ძველი აღთქმის ეკლესიის მამამთავრისა, ამიტომ ის მივიდა და მისი კვერთხი განდლდა, ესე იგი გაყვავილდა მისი მედლი, ის იქნა გამორჩეული. ის აპროტესტებდა ამას, მაგრამ დაჟინებული თხოვნით, კურთხევით შემდგომ უკვე რომ ის ღვთისგანგებას ეწინააღმდეგებოდა, დათანხმდა და მას მიეცა ესე იგი მზრუნველობა მასზე იყო და დედაღვთისმშობლის. აი ეს აღქმაც უფალმა არ დაუკარგა დედაღვთისმშობელს, რომ ის ბოლომდე ქალწულად დატოვა. აი ეს მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი არის უფლისა, რომ ის აღქმა ის სიყვარული, რაც დედაღვთისმშობელს ჰქონდა, აღქმული და ესე იგი გააზრებული, რომ ის უნდა დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ უფლისთვის, უფლის ძალე უნდა ყოფილიყო და არავის სხვისი, ეს აღთქმა მას შეუსწრო. აქაც ჩანს, იმიტომ რომ მუსლად ესე იგი ჩასახვისა და შემდგომ მუსლად ღების შემდგომაც დედაღვთისმშობელი ქალწულად დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აღქმა შეასრულა და ვინც დაიბადა, ის იყო აღმატებული ისეთი მდგომარეობისა, რომელსაც შეეძლო ასეთი ყოფის ისე გამლა, რომ წინააღმდეგობაში არ მოსულა, მატერიალურ ყოფაზე გაცილებით მაღლა იდგა. შეეძლო, რომ ყველანაირი კანონზომიერება დაერღვია და ისეთნაირად ემოქმედა. ეს რაც მხოლოდ და მხოლოდ ღვთისთვის არის შესაძლებელი და არანაირად არც ერთი ადამიანისა თუნდაც ანგელოზის არც მათ არ შეუძლიათ ასეთი რამ. ამიტომ ეს ყველაფერი იმაზე მეტყოლებს, თუ რამხელა სიყვარული არის უფლისა სიწმინდის მიმართ და რამხელა სიყვარული არის იმ წმინდა ადამიანებისა, რომელიც ასეთ აღქმას დებენ უფლის მიმართ და ასეთი სიყვარული აქვს უფლის მიმართ. ამავდროულად თავად ადამიანების მიმართ რამხელა სიყვარული აქვს უფალს, რომ აი ესე ეტაპობრივად მიიყვანა იმ მდგომარეობამდე ადამიანი კაცობრიობა და მათ შორის დედაღვთისმშობელი, რომ დავანებულიყო მაშინ, რათა შემდგომ აი ამ ყოფაში, ცოდვაში მყოფი ადამიანისთვის მიეცა გზა, რათა ის ადამიანი ისევ დაბრუნებოდა სამოთხეს, რომელშიც ის შეიქმნა, რომლისთვისაც ის იყო განსაზღვრული, რაც იმაზე მეტყოლებს, რომ ეს ყველაფერი, რაც კი არის ყოფიერებაში, ეს არის ადამიანისთვის შექმნილი და ის მარადიულად უნდა ყოფილიყო, მას არ უნდა განეცადა სიკვდილი, არ უნდა ყოფილიყო შემოსული და ადამიანში ტკივილი წუხილი გარდაცვალება, რომელიც ადამიანის შეცვლებას მოჰყვა. ეს ისე განაქარწყლა უფალმა. მამა, დიახ, აი თუ იწურება ჩვენი დრო და დღევანდელობასაც რომ შევეხოთ, თქვათ, აი ჩვენ თქვით, რომ გაცემის დასაწყისში უწმიდესმა ხაზი გაუგსვა ერთგვარად თავისი მოწოდებით, რომ შეიძლება ის დაგვარად ყველა ადამიანმა მოახერხოს დღეს ტაძარში მისვლა და აი ამ სიხარულის უფრო მეტად გაზიარება. გარდა ამისა, კიდევ რა ევალება, თქვათ, ასე რჩევის სახით რომ მისცეთ ადამიანებს, რომ დღეს მხოლოდ არ იყოს ფიქრი იმაზე, რომ გილოცავთ ხარებას და შემდეგ აი რაღაცა განსაკუთრებული თევზეული მოვამზადოთ და ჩვენი გონება რაღაცა გადაფაროს აი ამ გასტრონომიული. თუმცა თევზით რომ ხსნილია, ესეც აღსანიშნავია. ხო, ამის ვთქვი, რომ ეს დღესასწაული ასეთი დიდი არის, რომ თევზითაც ამხსნილებს ამ დღეს, მაგრამ თავარი არის, რომ ადამიანმა შეძლოს გააზრება იმისა, რამხელა სიხარული მოუტანა ადამიანს უფალმა, რომ ესე იგი სიკვდილის დამთავრება, სიკვდილის განხაწყლება იმ ტკივილის, რაც სიკვდილს ახლავს თან, აი ამის დასრულება მოხდა, იმიტომ რომ ადამიანი თვის ყველა ჩვენგანისთვის სიცოცხლე არის ძალიან საწადელი რამ, არასდროს არ უნდა ადამიანს რომ ის გარდაიცვალოს და აი ეს მოუტანა უფალმა და ამას უნდა განიცდდეს ადამიანი. ეს არის საჩუქარი ღვთისგან ადამიანისთვის და არა თქო დამსახურებული ჯილდო. არა საჩუქარი, ეს არის უბრალოდ აჩუქა ადამიანს ისევ ყველაფერი დაუბრუნა მისი მოწყალების გამო. ეს დღე აი ყოველთვის ადრე მე როგორც მე ვიცი იყო მიჩნეული როგორც დედის დღეთ, როგორც ქალის დღეთ, იმიტომ რომ ეს დღე არის განსაკუთრებული დღე. აი ამ მოქმედებით ქრისტიანობა არის, რომელმაც ქალი წარმოაჩინა ასეთი სახით ყველაზე აღმატებული დედა, რომელიც დამტევნელია უფლისა და გამორჩეული არის
ებრაულ ტრადიციაში ქალი საერთოდ არ იხსენიებოდა, არ ითვლებოდა სათვალავშიც კი, როდესაც აღწერა ხდებოდა, ქალი არ ითვლებოდა ისევე როგორც ბავშვი. მარტო მამაკაცების აღწერა ხდებოდა. დღევანდელ დღესაც ძალიან ბევრ რელიგიას ქალის ფაქტიურად იგნორირებული ხავს. ქრისტიანობა, რომელმაც მოიტანა ქალის ასეთი უპირატესობა. ის ფაქტიურად მამაკაცზე მაღლა დააყენა, ერთადერთი ვინც მასზე მაღლა დგას, თავად ქრისტე არის. ამიტომ ამ ხელა სიხარული არის, ამ ხელა ესე იგი უპირატესობა, უფლება არის ქალისთვის მინიჭებული. ეს ქრისტიანობა ატარებს ამას თავისთავად. შეეტყვილად ეუბნებია, რომ ქრისტიანობა გუნავს თითქოს პირიქით, აი გათანასწორება კი არა, უფრო აღმატებულ მდგომარეობაში დაყენება არის ქრისტიანობის. ამიტომ ეს დღე განსაკუთრებულად უნდა დღესასწაულებოდეს და უნდა ულოცავდნენ ქალებსაც, იმიტომ რომ ეს დღე არის გამორჩეული კიდევ ქალთათვის, იმიტომ რომ ეს არის კურთხევა დედების და კურთხევა ქალისა. ეს არის განსაკუთრებული მადლის გადმოსვლა ქალზე, დედაკაცზე, ეს არის განსაკუთრებული მადლმოსილება. ასე რომ აი ამას უნდა განვიცდიდეთ ყველა ადამიანი და უნდა ულოცავდეთ ერთმანეთს და უნდა ვიყოთ მადლიერები ღვთისა, რომ აი ეს დღე დადგა ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა მამულ საინტერესოებისთვის კიდევ ერთხელ გილოცავთ. შევახსენოთ მაყურებელს, გადაცემის სტუმარი იყო ზემო ბეთრების მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მდომსახური დეკანოზი ზურაბ მჭედრიშვილი.